Თხოთ გააზიარეთ ჩემი ინგლისურის გვერდი English with Sandro და მოიწონეთ ჩემი YouTube-ის არხი, აგრეთვე English with Sandro. დღეს გაგიზიარებთ თუ როგორ ხდება ამერიკულ დიალოგებში შეთავაზების გაკეთება და მის რამოდენიმე ფორმას შეგასწავლით. პირველი გახლავთ wanna, სურვილი. ზიანდადება შეგიძლიათ wanna-თი დაიწყოთ ძალიან უშუალო, ძალიან მეგობრულ გარემოში. მაგალითად, wanna grab some coffee? გინდა დავითრიოთ ყავა, ეს grab, ქართულ სიტუაციას თუ კი დავუპირისპირებთ, დაახლოებით ჟარგონულად ნიშნავს დავითრიოთ. გინდა ყავა დავითრიოთ? დაახლოებით ესე თემა. ან შეგვიძლია ვთქვა, wanna watch a movie later? გინდა ფილმს ვუყუროთ მოგვიანებით? მისი ოდნავ ფორმალური მხარე არის, თუ კი დავამატებთ do you wanna? მაგალითად, do you wanna hang out later? გინდა მოგვიანებით დრო ერთად გავატაროთ? Do you wanna try a new restaurant? გინდა დავტესტოთ ახალი რესტორანი? შემდეგი ფორმა გახლავთ let's, ანუ მოდით. Let's go to the mall. მოდი მოლში წავიდეთ. Let's try that new Mexican place. მოდი დავტესტოთ ეს ახალი მექსიკური რესტორანი. ასევე ძალიან ხშირად გამოიყენება შემდეგი ფორმა how about, რას იტყვი, დაახლოებით ესე თარგმანი აქვს. How about we go out for dinner? რას იტყვი სადილზე წასვლასთან დაკავშირებით? აი ესეთი არის. How about meeting at 6 instead of 7? რას იტყვი 6 შეხვედრაზე ნაცვლად 7-ისა? მისი მსგავსი არის what about? მაგალითად, what about getting takeout instead? Takeout საინტერესო სიტყვა, ვინც არ ვიცით, ნიშნავს საკვებ ობიექტს შორისაც მივდივარ და იქ ჭამა არ გსურს და გვინდა საჭმელი წავიღოთ, ამას ქვია takeout. ანუ რას იტყვი? Take-out-ი ხომ არ გავაკეთოთ ნაცვლად. აი ესეთი შინაარსის წინადადება არის. შემდეგი გახლავთ why don't we? ხომ არ. მაგალითად, why don't we call her before going? ხომ არ დაგვერეკა მისთვის წასვლამდე. აი ესეთი ისა. და ბოლო გახლავთ are you up for? რაც ნიშნავს დაინტერესებული ხარ თუ არა. მაგალითად, are you up for a game of basketball? დაინტერესებული ხარ კალათბურთის თამაშზე წასვლით? აი ეს კონტექსტი მოიაზრება. ან are you up for going to the beach this weekend? დაინტერესებული ხარ რომ სანაპიროზე წავიდეთ ამ უიკენდის განმავლობაში? აბა წარმატებები.